დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა თბილისელებს გაძვირებული 40 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი დაუჯდათ. ეგრეთ წოდებული ყვითელი ავტობუსების მსგავსად მეტროთი მგზავრობაც 40 თეთრის ნაცვლად ელექტრონული ბარათის გამოყენებით პირველ ჯერზე 50 თეთრი იქნება, მეორედ 30, მესამედ კი 20 თეთრი. მუნიციპალური ტრანსპორტის ფასის გაძვირების შემდეგ ტენდერი თბილისის მერიამ მიკროავტობუსებზეც გამოაცხადა. კონკურსის რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სამარშრუტო ტაქსები და გამოიწვევს თუ არა მგზავრების საფასურის ზრდა. დაწესებული ტენდერი სოფო დემიტრიაშვილი არგოდა. საშინელება არის ალბათ ვინც ხშირად გზავრობს. მე დღეს პირველად მიწევს გზავრობა რა. რამდენი გადაიხადეთ? გადავიხადე 50 თეთრი. ერთადერთი რო გთხოვთ რომ გაიაფოთ. ავტობუსები უფრო დიდები, ესე იგი უფრო ფართი ავტობუსები რო იყოს. ნუ ხალხ შეუწყო ყველანაირი პირობები ამ გაჭირებულ პერიოდში. მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის 10 თეთრით გაძვირების შესახებ დღეს ხალხის ნაწილი ინფორმირებული არ იყო. ეგრეთ წოდებული ყვითელი ავტობუსების 35 ხაზის გაუქმებით გამოწვეულ უკმაყოფილებას საზოგადოებაში გზავრობის საფასურის გაძვირებაც დაემატა. ავტობუსების მსგავსად მეტროთი მგზავრობაც 40 თეთრის ნაცვლად ელექტრონული ბარათის გამოყენებით პირველ ჯერზე 50 თეთრი იქნება, მეორედ 30, მესამედ კი 20 თეთრი. გზავრობის გაძვირება დედაქალაქში 580,000 სოციალურად დაუცველ პირს არ შეეხება. თბილისის სატრანსპორტო სამსახურში ყვითელი ავტობუსებით მგზავრობის გაძვირებას საწვავზე ფასის მატებით, მეტროთი გადაადგილების გაძვირებას კი მუნიციპალური ტრანსპორტის ერთიანი კომპანიის გადაწყვეტილებით ხსნიან. მგზავრობის ფასის გაძვირება გამოწვეულია სხვადასხვა ასპექტებით, მათ შორის ერთ-ერთი შეიძლება ვთქვათ საწვავის ფასიც, ვთქვათ ერთ წლინახევრის წინ თუ ყიდულობთ ლარი და 15 წელს ყიდულობთ ლარი და 70 თეთრად. მეტრო შემთხვევაში რა გამოიყენება? მეტრო და ავტობუსი არის ერთი კომპანია, სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ემსახურება საზოგადოებას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება, რაც მოითხოვს მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას იმისათვის, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს უფრო კომფორტული. ამავდროულად ის ითვალისწინებდეს თბილისელების ინტერესებს. ცვლილებები იგეგმება მიკროავტობუსთან დაკავშირებითაც. სამარშრუტო ტაქსებისთვის დაწესებული ტენდერის შესახებ დღეს თბილისის მერმა ისაუბრა. კონკურსის მიზანი მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებაა. ტენდერში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეიძლება. გამარჯვებული კომპანია კი ვალდებული იქნება სამარშრუტო ხაზების შესაბამისი რაოდენობის მიკროავტობუსებით დააკმაყოფილოს. თუ აქამდე თბილის 2140 სამარშრუტო ხაზი ემსახურება, ტენდერის დასრულების შემდეგ 1000 დაემატება. გამარჯვებული კომპანიები ვალდებული იქნებიან პირველ რიგში არსებული მძღოლები დაასაქმონ. ამ ტენდერის შედეგად ძალიან ფასები გავარმაგდება ჩემი აზრით. შეიძლება ლარიც გახდეს. ეს თავისთავად გაძვირდება ახლა ტრანსპორტი. მძღოლების მოსაზრებას იზიარებს მიკროავტობუსით მგზავრობის შესაძლო გაძვირების შესახებ სატენდერო კომისიის წევრი ჯაბა სამუშიაც. კონკურსის ახალი წესების მიხედვით მიკროავტობუსი ევროსტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. სამარშრუტო ტაქსის მძღოლს კი ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა აეკრძალება. ევროსტანდარტის კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რაც დამატებით ხარჯებს გულისხმობს და მგზავრთა რაოდენობის შემცირებამ შესაძლოა მგზავრობის ფასის სამარშრუტო ტაქსიც გაზარდოს. აქ ჯერ საუბარი გაძვირებაზე არ არის, მაგრამ ბუნებრივია შესაძლებელი ეს თემაც დადგეს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეხლა ამ ეტაპზე მთავარი არის იმ ადამიანებს შეუნარჩუნოთ სამსახური, ვინც ამ სფეროში არიან დაკავებულები. თბილისის მერიის მიერ დაწესებული მიკროავტობუსების ტენდერი 45 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 14 იანვარს კი თბილისის მერია გამარჯვებულ 5 კომპანიას ლიცენზიას 20 წლის ვადით მისცემს. ტენდერის დასრულების შემდეგ სამარშრუტო ტაქსებში ელექტრონული გადახდის სისტემა დამონტაჟდება. შეღავათები სოციალურად დაუცველ ადამიანებზე მიკროავტობუსებით გადაადგილებისასაც გავრცელდება.